ალბათ დაკვირვები ხარ და შეგიმჩნევია, რომ შენი ყველაზე დიდი სურვილის ასრულებამდე ცხოვრება თითქოს უფრო რთულდება. როცა ახალი გზის არჩევას გადაწყვეტ, შესაძლოა, რომ დაბრკოლებები გაჩნდეს. ადამიანები ეცვს გამოთქვამენ, გარემოებები გეწინააღმდეგება, ხოლო შინაგანი ხმა გეკითხება, ნამდვილად შეძლება მას? ბევრს გონია, რომ ეს იმის ნიშანია, თითქოს არასწორი მიმართულებით მიდის. მაგრამ რა მოხდება თუ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა? რა მოხდება თუ სამყარო სწორედ ამ მომენტში ამოწმებს, რამდენად მზად ხარ იმის მისაღებად, რასაც ითხოვ? სამყაროს აქვს ერთი საინტერესო პრინციპი. ის არ რეაგირებს მხოლოდ ჩვენს სიტყვებზე. ის რეაგირებს ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე, ჩვენს წმენაზე, ენერგიასა და მოქმედებებზე. შეგიძლია თქვა, მე წარმატებული ვარ, მაგრამ თუ შინაგანად საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვგებარება, სამყარო სწორედ ამ ეჭვის ვიბრაციას აღიქვამს და არა შენს სიტყვებს. შეგიძლია თქვა, მე ბედნიერი ცხოვრება მინდა, მაგრამ თუ ყოველდღე შიშში ცხოვრობ, რეალობა ამ შიშის ანარეკლად იქცევა. სწორედ ამიტომ ხშირად სანამ სასურველი ცვლილება მოხდება შენს რეალობაში, იწყება გამოცდა. ეს გამოცდა არ არის სასჯელი. ეს არის შესაძლებლობა, რომ აჩვენო, ვინ ხარ სინამდვილეში. როცა ყველაფერი კარგად მიდის, პოზიტიური აზროვნება ადვილია. მაგრამ როდესაც სირთულეები მოდის, სწორედ მაშინ ვლინდება ჩვენი ნამდვილი რწმენა. განაგრძობ გზას მაშინაც, როცა შედეგი ჯერ არ ჩანს. შეინარჩუნებ სიყვარულს მაშინაც კი, როცა სხვები ნეგატიურობას გამოხატავენ. დაიჯერებ საკუთარ ძალას მაშინაც, როცა გარშემო არავინ გიჯერებს. ეს არის ის კითხვები, რომლებზეც ცხოვრება პასუხს წარმოიდგინე თესლი, რომელიც მიწაში დათესეს. მიწის სიბნელეში მას შეიძლება ეგონოს, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ სწორედ იქ იწყება მისი გარდაქმნა. იგი ჯერ ფესვებს ივითარებს, შემდეგ კი ნიადაგს არღვევს და მზისკენ მიიწევს. ადამიანის განვითარებაც ასე ხდება. ყველაზე დიდი ცვლილებები ხშირად უხილავ სივრცეში იწყება. იქ, სადაც ვერავინ ხედავს შენს ბრძოლას. იქ, სადაც ყოველდღე არჩევ რწმენას შიშის ნაცვლად. იქ, სადაც საკუთარ თავზე მუშაობ. სამყარო აკვირდება არა იმას, რას ამბობ, არამედ რას აკეთებ. თუ გჯერა, მაგრამ არ მოქმედებ, ცვლილება ვერ მოხდება. თუ მოქმედებ, მაგრამ შინაგანად მუდმივად შიში და ეჭვი გაქვს, შედეგები შეფერხდება. როდესაც რწმენა, მოქმედება და შინაგანი ვიბრაცია ერთ მიმართულებას იძენს, რეალობა იწყებს გარდაქმნას. სწორედ მაშინ იწყებენ საჭირო ადამიანები შენს ცხოვრებაში გამოჩენას. სწორედ მაშინ იხსნება ახალი შესაძლებლობები. სწორედ მაშინ თითქოს შემთხვევითობები გეხმარებიან, მაგრამ სინამდვილეში ეს შემთხვევითობა არ არის. ეს არის პასუხი იმ ენერგიაზე, რომელსაც სამყაროში აგზავნი. დღეს თუ რაიმე სირთულეს გატიხარ, ნუ იჩქარებ დანებებას. შესაძლოა ეს დაბრკოლება არ არის. შესაძლოა ეს შენი შემდეგი დონის კარია. შესაძლოა ცხოვრება
გეკითხება, მართლა მზად ხარ იმისთვის, რასაც ითხოვ? თუ პასუხი არის დიახ, მაშინ გააგრძელე, ირწმუნე, იმოქმედე, შეინარჩუნე მაღალი ვიბრაცია და გახსოვდეს, სამყარო ყოველთვის პასუხობს იმას, ვინც საკუთარი სინათლის ერთგული რჩება მაშინაც კი, როცა გზა ჯერ ბოლომდე არ ჩანს. შენი დღევანდელი არჩევანი ქმნის ხვალინდელ რეალობას და შესაძლოა სწორედ ახლა იწყება ის ცვლილება, რომელსაც ასე დიდი ხანია ელოდები. მიენდე სამყაროს და ის შენს ცხოვრებას სამოთხედ გადააქცევს. გისურვებ უსაზღრო ბედნიერებას.